მოგესალმებით, დაგიბრუნდით ცირეხნიანი პაუზის შემდეგ. დღეს განვიხილავთ კიდევ ერთხელ ინგლისურის დროებს. წინა ვიდეოში მე უკვე ვილაპარაკე ამაზე, შევაჯამეთ ყველა ჩემს ძველ ვიდეოში ახსნილი დროები, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ მინდა რომ ეს გავიმეოროთ ამჯერად უკვე კითხვებით და დღევანდელ გაკვეთილში გარდა იმისა, რომ დროებს გავიმეორებთ, ვისწავლით და კიდევ ერთხელ გადავხედავთ ამ დროებს კითხვით ფორმებში და რა პასუხები შეიძლება რომ გავცეთ. ახლა უცებ გავიმეორებთ დროები და ოდნავ მოგვიანებით ვიდეოს მომდევნო ნაწილში უკვე ვაწარმოებთ კითხვებსაც და კითხვებსაც რა თქმა უნდა ახსნით რას გულისხმობთ. პირველ რიგში მინდა კარგად გავიმეოროთ და გავიხსენოთ რომელი დროები ვისწავლეთ. ვისწავლეთ present, ანუ აწმყო. დღევანდელ დაფას ასე ვთქვათ, აღარ დავაწერე ქართული მნიშვნელობები, იმიტომ რომ ეს უკვე უნდა ვიცოდეთ. საკმაოდ ბევრჯერ ვილაპარაკე მე ამაში, ვინც მოყვება ჩემს ვიდეოებს, რა თქმა უნდა იცოდეს უკვე ამ დროების სახელები, არ არის აუცილებელი სიღრმისეული გრამატიკული ტერმინების ცოდნა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ გესმით ქართულად რას ნიშნავს თითოეული სიტყვა ზნების დროებთან მიმართებაში, ეს ძალიან დაგეხმარებათ. თუ ახალი ხართ, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყოთ რომ გამოიწეროთ არხი, მოიწეროთ ეს ვიდეო და მაინც ამ ვიდეოთ დაიწყებთ ყურებას. დაიწყეთ პირველიდან. თუ გინდათ ამ ვიდეოს უყურეთ და უფრო მეტი სიცხადე რომ იყოს, მოყევით და პირველივე ვიდეოდან დაიწყეთ ყურება. ჩემს არხზე ვიდეოები დანომრილია იმისათვის, რომ არ გაგიჭირდეთ ასე ვთქვათ თანმიმდევრობის პოვნა. დაიწყეთ 1-დან და ეს უკვე არის 40 მე რამდენი 57 თუ არ ვცდები ვიდეო. ეხლა დავიწყოთ და როგორც უკვე ვთქვი, დღეს განვიხილავთ ზნების დროებს და ზნების დროებს განვიხილავთ კითხვით ფორმებში. პირველ რიგში გავიხსენოთ, გვაქვს present. Present არის აწმყო. Present simple არის აწმყო განუსაზღვრელი, present continuous არის აწმყო განგრძობითი, present perfect არის აწმყო სრული დრო. მოდი ბარემ მე მივაწერ თითოეულ ამ ზმნის დროს ზმნის ფორმას. დავიწყოთ present simple-ისგან, present simple-ში ავიღოთ მარტივი ზმნა work და ვაწარმოოთ work. ანუ present simple-ში აწმყო განუსაზღვრელ დროში იქნებოდა I work. რაც ნიშნავს მე ყოველდღიურად მუშაობ. ეს არის ჩემი ყოველდღიურობა. Present continuous, ანუ აწმყო განგრძობით დროში იქნებოდა I'm working. მე დღეს შემოკლებებს გამოვიყენებ და უნდა უკვე ვიცოდეთ შემოკლებებიც, იმიტომ რომ ეს უკვე ბევრჯერ გავიარეთ. ანუ I am working ყოფნასნას ზმნის მესამე ფორმა. მე ვმუშაობ ახლა ამ წუთში. და გვაქვს present perfect, რომელიც არის აწმყო სრული დრო. აწმყო სრული დროის ფორმა იქნებოდა I have worked. რაც ნიშნავს მიმუშავია, ანუ ეს გამოცდილება მაქვს. გადავიდეთ წარსულზე. Past არის წარსული, past simple, წარსული განუსაზღვრელი დრო და გვექნებოდა I worked. ისე work ავიღოთ. I worked. წარსულ დროში ზმნას დაემატება ხოლმე id ბოლოს, ეს არ დაგვავიწყდეს. აქვე გამომახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ წარსულ განუსაზღვრელ დროში ჩვენ უკვე გვჭირდება, რომ ზმნები განვასხვაოთ წესიერ და არაწესიერ ზნებად. Work წესიერი ზმნა არის, იმიტომ რომ id დაემატა. Past continuous, ანუ წარსული განგრძობითი დრო იქნებოდა I was working. და აქვე ვთქვათ თარგმანი. წარსულ განგრძობითში იქნებოდა მე ვმუშაობდი, აი მაგალითად გუშინ 5-დან 6 საათამდე ვმუშაობდი. წარსული განუსაზღვრელი იქნებოდა მე ვიმუშავე 5 წლის წინ სადღაც რომელიღაც სკოლაში. რაც შეეხება past perfect, ეს არის უკვე წარსული სრული დრო, იწარმოება have-ის წარსული ფორმით, ანუ ვიტყოდი I had worked. და იქნებოდა მე ნამუშევარი მქონდა, ვთქვათ უკვე 5 საათზე. ან ვთქვათ მე ნამუშევარი მქონდა, როდესაც 20 წლის ვიყავი და ასე შემდეგ. მოკლედ, past perfect არის წარსულის წარსული და გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც რომელიღაც წარსულ მოქმედებას წინ უძღოდა. მაგალითად, მე როდესაც მუშაობა დავიწყე
ახლანდელ სამსახურში, სხვა სამსახურში ნამუშევარი უკვე მქონდა. ეს რომ ნამუშევარი უკვე მქონდა, იქნებოდა had worked. თუ ეს კიდევ კარგად არ გახსოვთ, მოусმინეთ აუცილებლად ჩემს ძველ ვიდეოს. და დღეისათვის გვაქვს ცოტა ისე ფარება future simple მომავლის მხოლოდ მარტივი ვისწავლეთ და დღეს მხოლოდ ამაზე გავამახვილოთ ყურადღებას. მომავალი იწერება if-ით, future simple იქნებოდა I will work. ანუ მე ვიმუშავებ. ჩვენ უკვე შევხედეთ ყველა დროის ფორმას, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავხედოთ და გავიმეოროთ, რაც უნდა ვიცოდეთ, რაც აუცილებელია რომ ვიცოდეთ. პირველ რიგში რა არის აუცილებელი? როდესაც ესეთი, ასე ვთქვათ, mind map-ი გვაქვს ერთგვარი გაკეთებული, გავარჩიოთ, სად გვჭირდება რომ ვიცოდეთ ზმნის წესიერი და არაწესიერი ფორმები და მე ახლა ამას გავხაზავ. Present-ში მხოლოდ perfect სჭირდება, ვიცოდე ზმნა წესიერია თუ არაწესიერია. წარსულში სჭირდება simples და perfects. სხვა შემთხვევაში არ გვჭირდება. რატომ გვჭირდება? ვიცოდე ზმნა წესიერი და წესიერია, ამას კიდევ ერთხელ განვმარტავ. როდესაც მაქვს, ამიდან დავიწყებ past simple-დან. როდესაც მაქვს წარსული განუსაზღვრელი დრო, თუ ზმნა არაწესიერი, ამ შემთხვევაში სჭირდება ზმნის მეორე ფორმა. მაგალითად ავიღოთ მაქვს go, went, gone. თუ უნდა თქვა წარსულ განუსაზღვრელ დროში, მაშინ მჭირდება თქვა went. მაგალითად ვიტყოდი I went. მაგრამ present perfect-თან და past perfect-თან მჭირდება ზმნის მესამე ფორმა. ანუ ვუმატებ ზმნის have ფორმას. ანუ ვიტყოდი I have worked and I have gone. ანალოგიურად I had worked and I had gone. ესე იგი მნიშვნელოვანია რომ ვიცოდე რომელიც არის წესიერი, რომ present perfect-თან, past simple-თან და past perfect-თან სწორად ვაწარმოო. და კიდევ ერთი, აქ თუ ვხედავთ, მაქვს WH და yes no questions. და ეხლა პატარა მოკლე შეჯამებასაც გავაკეთებ ამისას, რა თქმა უნდა, მომდევნო გაკვეთილის მსვლელობისას ვნახავთ, რატომ დამჭირდა კითხვების შერწყმა დღევანდელ გაკვეთილთან. ესე იგი, გვაქვს WH კითხვები არის კითხვები, რომელიც WH-ს იწყება ძალიან მარტივად. ესეთი კითხვებია მაგალითად where, when, who და ასე შემდეგ შეგიძლიათ რომ დააკომენტაროთ მეტი WH შეკითხვა თუ გახსენდებათ. ანუ კითხვის სიტყვები, რომელიც W-ით და H-ით იწყება. ეს არის ჩვენი WH შეკითხვები და ყველა წინადადება, ან ყველა შეკითხვა, რომელშიც მაქვს where, when, who და კითხვითია ეს წინადადება, არის WH შეკითხვა. მაგრამ მეორე ტიპის შეკითხვა რაც მაქვს, ეს არის yes no questions. Yes no questions არის ისეთი შეკითხვები, რომელიც მოითხოვს პასუხს კი ან არა. მაგალითად, თუ მინდა ვთქვა, წახვედი სკოლაში? ვიტყვი კი, ან კი, ან არა, ხო, არ ვიტყვი სკოლაში წავედის, ან პასუხად მჭირდება კი ან არა. და ჩვენთვის ინგლისურის შემსწავლელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ვაწარმოებთ შეკითხვებს ამ დროებისას, რომ აი ეს შეკითხვები სწორად დავსვათ. განვიხილოთ აწმყო განუსაზღვრელი დრო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აწმყო განუსაზღვრელი დრო გამოხატავს ყოველდღიურ განმეორებით მოქმედებებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაში აწმყოში ხდება. თავისებურება აწმყო განუსაზღვრელი დროის არის ის, რომ მესამე პირის მხოლობით რიცხვში, ანუ his-თან, she's-თან და it-თან ზმნას ემატება ესი. მაგალითად ვიტყოდი I read, you read, მაგრამ she, he, it reads. ახლა შევხედოთ კითხვებს და წინადადებებს. მაგალითად ვიტყოდი I walk to work every day. მე ფეხით მივდივარ ყოველდღე სამსახურში. Walk არის ფეხით სიარული. აქ დავაკვირდეთ შეკითხვას. Do I walk to work every day? მე ფეხით მივდივარ სამსახურში ყოველდღე. აქ რა თქმა უნდა შეიძლება იყოს do you walk to work every day და ასე შემდეგ. პასუხად შემიძლია გავცე. Yes I do. კი, დავდივარ. No I don't. არა, არ დავდივარ. აი ეს შეკითხვა დუთი არის ზუსტად yes no შეკითხვა, ანუ კი არა შეკითხვა. რატომ? იმიტომ რომ პასუხს მოითხოვს ან კის, ან არას. და კიდევ ერთხელ აქ მინდა მივაქციოთ ყურადღება. აწმყო განუსაზღვრელ დროში კითხვიც მიწარმოებს ან do, ან does.
does-ი იქნებოდა she's-თან, his-თან და it-თან, ყველა სხვა პირთან იქნებოდა do. და პასუხებსაც ხედავთ, რომ რახან do-თი და ისვე შეკითხვა, do-თი არის პასუხი. და იგულისხმება ფეხით სიარული და არა კეთება. ანუ do I walk to work every day? Yes, I do. კი მე ვაკეთებ არ იგულისხმება, კი მე დავდივარ. No, I don't. არა, არ დავდივარ, რომ რა თქმა უნდა გამოვიყენებ კის გაცემა მინდა პასუხად თუ არასი. შევხედოთ she's-თან რა ხდება. She speaks 5 languages. ის ლაპარაკობს 5 ენაზე. აქ დავაკვირდეთ, რომ she's-თან ზნას ემატება ესი აუცილებლად. კითხვაში წინ გადავა does და იქნებოდა does she speak 5 languages და პასუხად გვაქვს yes she does. კი ის ლაპარაკობს, ან no she doesn't. არა, არ ლაპარაკობს. კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ, რომ I walk, do I walk? Yes I do. რახან აქ do მაქვს, აქაც do იქნებოდა, რახან აქ does მაქვს, აქაც does იქნებოდა. და ახლა უკვე გადავიდეთ შეკითხვებზე, რომელსაც ქვია WH questions. და გვაქვს where do you walk? სად დადიხარ ფეხით? Why does she speak? რატომ ლაპარაკობს ის? კიდევ ერთხელ შევხედოთ, რომ წინაადებები აუცილებლად კითხვით ფორმაში უნდა იყოს, რადგან კითხვითი წინადადება არის, მაგრამ კითხვითი სიტყვები რახან მოხდა, თავში გადავა ეს კითხვები და დანარჩენი არაფერი არ შეიცვლება. იქნებოდა, როგორც აქ ვხედავთ, ისე. ჩვენი მომდევნო დრო არის აწყო განგრძობითი, რომელსაც ქვია present continuous და ეს დრო გამოხატავს მოქმედებებს, რომელიც ამ წუთში ხდება, საუბრის მომენტში. You are walking to work now. შენ ფეხით მიდიხარ სამსახურში, ახლა გზაში ხარ. კითხვით ყოფნას უნდა გადავაწინდა, იქნებოდა are you walking to work now? და მოკლე პასუხებს ან yes no პასუხებს რაც შეეხება ყოფნაზმით იქნებოდა. ანუ yes I am, no I'm not. დავაკვირდეთ, რომ აქ შეკითხვა დავსვი არით. ანუ are you walking? რაც ნიშნავს მიდიხარ შენ. პასუხს რა თქმა უნდა არ გავცემდი კი შენ მიდიხარ. ადამიანი თუ მკითხავს მიდიხარ, მე არ გავცემ პასუხს კი მიდიხარ, ხო? უნდა გავცემ პასუხი კი მე მივდივარ, ან კი ჩვენ მივდივართ. ანუ you-ზე როცა მაქვს შეკითხვა ამ შემთხვევაში, მექნებოდა პასუხი ჩემ თავზე, yes I am. მაგრამ თუ რამდენიმე ადამიანს გვისვამს შეკითხვას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლებოდა რომ იყოს. მაგალითად, მიდიხარ შენ? კი მე მივდივარ. Yes I am, and no I'm not. არ მივდივარ. ან თუ კი you-ში იგულისხმება თქვენ, ანუ რამდენიმე ადამიანს ეკითხება, აქ შეიძლებოდა ყოფილიყო yes we are, no we aren't. გადავიდეთ შემდეგზე. She's speaking English. აი ახლა ამ წუთში დგას და ლაპარაკობს ინგლისურად ის. კითხვით იქნებოდა is she speaking English? ლაპარაკობს ის ინგლისურად? და პასუხი იქნებოდა yes she is. კი ლაპარაკობს, ან no she isn't. არა, არ ლაპარაკობს. ანუ მესამე პირთან is-ით გაეცემოდა პასუხები, იმიტომ რომ მესამე პირია ნებისმიერ შემთხვევაში. აქ მთავარი სირთულე, ასე ვთქვათ, თუ ეს სირთულეა, რომ მეორე პირს ვეკითხები და პირველ პირში უნდა გამცეს პასუხი. და მესამე პირზე თუ ვეკითხები, ის აკეთებს, ისიც გამცემს პასუხს, ვისაც ვეკითხები, კი ის აკეთებს. ანუ მაინც მესამე პირია, პირი არ იცვლება. რაც შეეხება კითხვით სიტყვიან წინაადებას, სტრუქტურა იგივეა. ისე უნდა გადავიდეს ეს ნაწილი კითხვით ფორმაში, როგორც აქ გადავიყვანე. Where are you standing? ანუ are you standing იქნებოდა წინ ჩაუჭდა where, ანუ სად დგახარ? აქ ზნები შევცვალე, რომ მივხვდეთ, რომ ნებისმიერ ზნასთან ასე იქნება. და what is she doing? რას აკეთებს ის? ახლა უკვე მესამე აწმყო დრო, რომელიც არის აწმყო სრული დრო, present perfect. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებებს, რომლებიც უკვე მოხდა, დასრულებულია. ანუ მოქმედება უკვე დასრულდა. შეიძლება ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი დასრულებული არ არის, მაგრამ მოქმედება უკვე დასრულდა. აღარავინ აღარ აკეთებს ამას, რაზეც ეს დრო გვიყვება. You have worked, შენ გიმუშავე, ანუ გააქვს ეს გამოცდილება. Have you worked? გიმუშავია შენ? Yes I have. კი, მიმუშავია. No I haven't. არა, არ მიმუშავია. მივაქციოთ ყურადღება, რომ have-ით გვაქვს შეკითხვა და პასუხი ისევ პირველ პირშია, მაგრამ have-მა უნდა გასცეს აქაც პასუხი yes no შეკითხვა არის და იმიტომ. რაც შეეხება she's-თან გვაქვს has და არა have. აქ გავიხსენოთ, რომ აწმყო სრულ დროში have იცვლება პირის მიხედვით და რიცხვის მიხედვით, მესამე პირის მხოლობით რიცხვში have-ის ნაცვლად has გვაქვს.
და გვექნებოდა she has drunk coffee. მას დალეული აქვს ყავა, ან დაულევია ყავა. Has she drunk coffee? აქვს მას დალეული ყავა? Yes, she has. კი, დალეული აქვს. No, she hasn't. არა აქვს დალეული. კიდევ ერთხელ გადავხედოთ აწმყოსფული დროის წარმოების სპეციფიკას. რა არის მისი წარმოების სპეციფიკა? აქაც ზმნები იყოფა ორ ჯგუფად, წესიერ და არაწესიერ ზმნებად. თუ წესიერია ზმნა, ამ შემთხვევაში have-ს დაემატება მისი იდიანი ფორმა, როგორც მაქვს have worked. იდი გვაქვს როგორც წესიერი დროის ბოლოსართი, წესიერი ზმნის ბოლოსართი. რაც შეეხება drunks, drunk არის არაწესიერი ზმნა, ამიტომაც მესამე ფორმა დაგვჭირდა მისი. ანუ drink არის დალევა, drink, drunk არის მესამე ფორმა და ამიტომაც აქ დამჭირდა drunk. ანუ has ან haves მოყვება ზმნა, თუ წესიერია იდიანი ფორმით, თუ არაწესიერია მესამე ფორმით. და გადავხედოთ ახლა უკვე კითხვით სიტყვიან შეკითხვებს. Where have you worked? სად გიმუშავია? შეკითხვა იქნებოდა have you worked, მაგრამ კითხვით სიტყვა ჩაუჯდა წინ where და what has she done? რა გაუკეთებია მას? ისევ has she done იქნებოდა კითხვითი ფორმა, როგორც ხედავთ აქ has გადადის წინ ან have გადადის წინ და წინ ჩაუჯდებოდა WH შეკითხვა. ამ შემთხვევაში what and where. შემდეგი დრო არის წარსული განუსაზღვრელი დრო past simple. არ დაგვავიწყდეს რომ past simple-ში, ანუ წარსულ განუსაზღვრელში ზმნები იყოფიან ორ ჯგუფად, წესიერად და არაწესიერ ზმნებად. პირველი წესიერია, მეორე არაწესიერი და ამას კიდევ ერთხელ გავაკვირდებით. ესე იგი, you walked to work yesterday, ნიშნავს შენ გუშინ ფეხით წახვედი სამსახურში. შეკითხვა იქნებოდა did-ით, იმიტომ რომ გავიხსენოთ, რომ ის მაგიური სიტყვა, რომელიც აწარმოებს წარსულ განუსაზღვრელ დროის შეკითხვას, არის did. პასუხად იქნებოდა yes I did, კი, წავედი, ან no I didn't, არა, არ წავედი. ესე იგი, რახან did-ით დავსვი შეკითხვა, პასუხსაც did-ით გავცემდი. შემდეგი, she spoke 5 languages, ის ლაპარაკობდა 5 ენაზე. შეკითხვა იქნებოდა did she speak 5 languages, did-ით გადავიდა შეკითხვა ისევ, მაგრამ ზმნა დაუბრუნდა საწყის ფორმას, როდესაც did-ი გამიჩნდა შეკითხვაში. პასუხად ისევ იქნებოდა yes she did, კი ის ლაპარაკობდა, no she didn't, არა ის არ ლაპარაკობდა. გავიხსენოთ რომ speak არის არაწესიერი ზმნა და მისი მეორე ფორმა არის spoke. სწორედ ამიტომ გაგვჭირდა წარსულ განუსაზღვრელ დროში spoke. გადავხედოთ WH შეკითხვებს. გვაქვს where did you walk? სად წახვედი ფეხით? Why did she speak? რატომ ილაპარაკა მან? ხედავთ, რომ როდესაც გვაქვს შეკითხვები, ისევ კითხვითი ფორმა უნდა იყოს დროის შესაბამისად. გავიხსენოთ, რომ წინა დროში, ანუ ახლანდელ განუსაზღვრელში გვქონდა where do you walk? მაგრამ აქ გვაქვს where did you walk? იმიტომ რომ ეს უკვე წარსულია. დავიდეთ წარსულ განგრძობით დროზე. წარსული განგრძობითი დრო გავიხსენოთ, რომ გამოხატავს ისეთ მოქმედებებს, რომელიც წარსულში ხდებოდა რაღაც მომენტში, რაღაც მონაკვეთში და გრძელდებოდა. მაგალითად, აი 5-დან 6 საათამდე ვჭამდი, ვწერდი, ვკითხულობდი, აი ამას რასაც ვაკეთებდი, გამოხატავს ზუსტად ეს დრო. ასევე შემიძლია ეს დრო გამოვიყენო ისეთ წინადადებებში, როგორც არის, აი მაგალითად, გუშინ შენ რომ მოხვედი, მე ვჭამდი. შენ რომ მოხვედი ეს წარსული განუსაზღვრელია და მე რო ვჭამდი ეს არის წარსული განგრძობითი. წარსულ განგრძობით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ რომ ქვია past continuous და გადავხედოთ როგორ ვაწარმოებთ შეკითხვებს. You were walking to work, ანუ შენ მიდიოდი სკოლაში. ეს შეიძლება იგულისხმოს მე რომ დაგინახე შენ მიდიოდი სკოლაში, ან თქვა გუშინ 6 საათზე შენ მიდიოდი სკოლაში. ბოდიში სამსახურში. შეკითხვაში იქნებოდა were you walking to work? მიდიოდი შენ სამსახურში? კი, მივდიოდი იქნებოდა yes I was და არა არ მივდიოდი იქნებოდა no I wasn't. და მივაქციოთ ყურადღება რომ ყოფნაზმის წარსული ფორმა გადავიდა კითხვით ფორმაში წინ. პასუხად გაეცა I. Yes I was, იმიტომ რომ პირი შეიცვალა პასუხში. თუ მეკითხებიან მე მივდიოდი თუ არა, მე გავცემ პასუხს კი მივდიოდი, ამიტომაც ვთქვი yes I was and no I wasn't. რაც შეეხება შემდეგ წინააღმდეგობას, გვაქვს she was speaking English, ის ლაპარაკობდა ინგლისურად. კითხვა იქნებოდა was she speaking English? ლაპარაკობდა ის ინგლისურად? Yes she was, კი ლაპარაკობდა, no she wasn't. არა, არ ლაპარაკობდა და yes ეს არის yes no შეკითხვები და რაც შეეხება კითხვით სიტყვიან წინააღმდეგებს, აი
ჩვეულებრივად როგორც სხვა წინა დროებთან მქონდა, ისე იქნებოდა. წინ წავიდოდა where და ვიტყოდი where were you standing? სარიდექი შენ? What was she doing? რას აკეთებდა ის? Past perfect, ბოლო წარსული, რაც ჩვენ ვისწავლეთ. ამას ქვია წარსულის სრული დრო და როგორც სრული დროები იწარმოებიან, გვჭირდება have, მაგრამ რახან ეს წარსულია, გვჭირდება have-ის წარსული ფორმა. და გვაქვს you had worked. შენ ნამუშევარი გქონდა. გავიხსენოთ აზრობრივად, რას ნიშნავს წარსულის სრული დრო. ეს ნიშნავს წარსულის წარსულს, ანუ წარსულის რაღაც მომენტამდე რაღაცა უკვე გაკეთებული გქონდა, ან გქონდა. კითხვებში had გადავაწინდა იქნებოდა had you worked? და პასუხი იქნებოდა yes I had, კი მქონდა, ან no I hadn't, არა არ მქონდა. ვაკვირდები ისევ, რომ პასუხებს yes no შეკითხვებში მცემს ის, რაც კითხვას ზვამს. Had you? Yes I had. No I hadn't. რაც შეეხება she-სთან, his-თან და it-თან, აქ არაფერი არ იცვლება, ყველგან had იქნება, განსხვავებით have და has-ისგან. ანუ she had drunk coffee, მას დალეული ქონდა ყავა. აქ შეიძლება იგულისხმობოდეს, სანამ მოვიდა, მას დალეული ქონდა ყავა. ან სანამ ჩვენ შევხვდით, დალეული ქონდა ყავა. Had she drunk coffee? დალეული ქონდა ყავა? შეკითხვაში had გადავიდა წინ, პასუხებში როგორც ხედავთ იქნებოდა yes she had, კი დალეული ქონდა, ან no she hadn't, არა არ ქონდა. კიდევ ერთხელ შეკითხვა დავსვი had-ით, პასუხებიც გავეცი had-ით ან hadn't-ით. და გადავიდეთ უკვე კითხვით სიტყვიან შეკითხვებზე, როგორც ხედავთ გვექნებოდა where had you worked? სად გქონდა ნამუშევარი? ან what had she done? რა ჰქონდა მას გაკეთებული? გადავიდეთ მომავალ განუსაზღვრელ დროზე, ანუ future simple. მომავალი განუსაზღვრელი. გავიხსენოთ, რომ მომავალ განუსაზღვრელზე ერთი ჯადოსნური სიტყვა აწარმოებს ყველაფერში, ეს არის will. ანუ you will walk to work tomorrow. შენ ფეხით წახვალ სამსახურში. კითხვებში will გადავაწინდა იქნებოდა will you walk to work tomorrow? პასუხები იქნებოდა yes I will. კი, წავალ, ან no I will not. მოკლე და ბუნებრივი პასუხი არის won't. ანუ will not-ი შეეწყმება ერთმანეთს და გვაქვს won't. No I won't. არა, არ წავალ. იგივე ვარიანტი მაქვს speak-თანაც. She will speak 5 languages. ის ილაპარაკებს 5 ენაზე. Will she speak 5 languages? Will გადავაწინ. Yes she will. კი, ილაპარაკებს. No she will not and won't. არა, არ ილაპარაკებს. და რაც შეეხება კითხვით სიტყვიან შეკითხვებს, ანუ WH შეკითხვებს, ჩვეულებრივად გვაქვს where will you walk? სად ივლი შენ? Will გვაქვს მომავალი განუსაზღვრელი დროის ფორმა, გადავიდა კითხვებში წინ, მაგრამ სულ წინ ჩაუჯდა შეკითხვის ფორმა, ანუ კითხვითი სიტყვა. Why will she speak? რატომ ილაპარაკებს ის? ეს არის ჩვენი მომავალი განუსაზღვრელი დრო, ყველაფერთან და ყველა რიცხვთან ასე იქნება, will იქნება ყველგან აბსოლუტურად, აქ არ აქვს მნიშვნელობა მესამე პირია, she არის, he არის თუ ნებისმიერი სხვა სუბიექტური ნაცვალსახელი. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი უკვე დამთავრდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გარდა ამისა, ვინც შემორჩით ვიდეოს ბოლომდე, მინდა გითხრათ, რომ მომდევნო ორ კვირას დაუთმობ ლექსიკას, იმიტომ რომ ბალანსი აღდგეს, წინა ორი გაკვეთილი გამოვიდა გრამატიკის და მომდევნო ორი ვიდეო იქნება ლექსიკის. გარდა ამისა, არ მოვადუნოთ ყურადღება, უკვე მაისში ვუშვებ ჩემს წევრების ვიდეოებს, რომელსაც ნელ-ნელა ავტვირთო და დაახლოებით 2 კვირის ვადაში უკვე შეძლებთ, რომ გახდეთ ჩემი YouTube-ის წევრები, რომელსაც ძალიან ბევრი დადებითი მხარე ექნება, იმიტომ რომ გავაკეთებ Facebook-ის ჯგუფს, რომელშიც წევრები გაერთიანდებიან და გვექნება მუდმივი კომუნიკაცია, თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ, ამაზე გაგცემთ ხოლმე პასუხს და გარდა ამისა, წევრებისთვის სპეციალურად დავთქვამ კვირაში ერთ დღეს, ან ორ კვირაში ერთ დღეს, იმის მიხედვით თუ როგორ შევთანხმდებით, რომელშიც გამოვყავ ნახევარ საათს და თქვენს შეკითხვებს უპასუხებ გავლენ მასალასთან დაკავშირებით. თუ მეტი წევრი იქნება, რა თქმა უნდა, ეს დროც გაიზრდება და სიხშირეც გაიზრდება. მოკლედ, დაელოდეთ ჩემს ვიდეოებს და სიახლეებს, დარჩით აუცილებლად არხზე და შეგხვდებით. მომდევნო ვიდეო დაიდება ორ შაბათს, მანამდე კი არ გამოგრჩეთ სიახლეები. Bye bye!